მოკლედ, ხედავთ გრაფიკას, ხედავთ ბორტების შემადგენლობას, ხედავთ ავიაკომპანიებს, ხედავთ რამდენ რეისს ასრულებენ დღეში, რამდენი მგზავრი გადაყავთ დღეში შემდეგ თვეში და შესაბამისად ვიცით ბილეთის ფასიც. ყოველთვიური შემოსავალი არის 13 მილიონი 500.000 თუ ვისაუბრებთ მინიმალურზე 13.500.000-ია, ხო, კი ბატონო. 24 მილიონამდე მე 24 მილიონამდე არის თუ ვისაუბრებთ მაქსიმუმზე. მოდი, აი ყველაზე პირველადი მოგების გადასახადი. აი მოდი, აი ამ სამ კომპანიას, რომელიც დაფრინავს და ახორციელებს, იმფრენებს, რაც ჩვენ შევთავაზეთ, ყველაზე მინიმალური პირველადი საქართველოს ბიუჯეტში შენატანი რაც აქვს, ეს არის მოგების გადასახადი. ხვამწნები. და ეს ყველამ კარგად იცის, რომ მოგების გადასახადი არის 18%. 24 მილიონი შემოსავალი ეს სამი კომპანია 18% რამდენია, რაც საქართველოს ბიუჯეტში შედის, როგორც მოგების გადასახადი. ეს არის 4.320.000 დოლარი. აი ფრენების წილი რუსეთს საქართველოს შორის დაწყებული ბილეთების პირდაპირ ფრენების აღდგენა. შემდეგ ამას მიყოლებული თქვა ვიზო რეჟიმის, რომელიც ახლოს დაკავშირებულია ფრენებთან და ადამიანების გზავრთან აკადთან. სამივე ავიაკომპანია, რომელიც თქვენთან ერთად გავიარეთ, როგორ, რანაირად, რა ფასებით, როგორი ბორტებით, რამდენი კაცის გადაყვანა შეუძლია, მხოლოდ მოგების გადასახადს, პირველი გადასახადი რაც არის 18% გამოდის ციფრი 4.320.000 დოლარი საქართველოს ბიუჯეტში. წლიური რამდენი გამოვა ეს რო 12-ზე გავამრავლოთ? კი ბატონო, გავამრავლოთ. 51.440.000 დოლარი. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არის წმინდა ბილეთის გაყიდვიდან მიღებული მოგების გადასახადი არის წლიური ეს.